პლანეტის ზოგიერთი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსწავლელია და საიდუმლოებით არის დაფარული. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანებს შესაძლებლობა მისცა ზოგიერთ ისეთ იდუმალ ტერიტორიაზე შეხედა, სადაც ფეხის დადგმა ასწლეულების განმავლობაში იყო აკრძალული. დღეს მოგიყვებით მსოფლიოს 15 ყველაზე იდუმალებით მოცულ ადგილს, რომლის მონახულება ტურისტებისთვის სასტიკად აკრძალულია. რასკოს მღვიმეები არის საგანძური არქეოლოგებისთვის. გამოქვაბულებში არის 17,300 წლის პრეისტორიული ნახატები. პალეოლითის ნახატების სერია, რომელიც ასახავს ცხოველებს, ირმებს, ბიზონებს და ასე შემდეგ. მღვიმე ფართო საზოგადოებისთვის 1963 წლიდან დახურულია. არქეოლოგები თვლიან, რომ ადამიანის ყოფნამ შესაძლოა გაანადგუროს უძველესი ხელოვნების ნიმუშები. სენტინელების ტომის სახლი, ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული არის მსოფლიოში ერთ-ერთი აკრძალული კუნძული. აღსანიშნავია, რომ კუნძულზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში დასარჩენად ხშირად ძალადობენ უცხოებზე. სენტინელების ტომი კუნძულზე 50,000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს და ეს რეგიონი კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერი სახის ვიზიტორებისთვის. სურსტეი არის პატარა კუნძული, რომელიც მდებარეობს არქიპელაგში, ისლანდიის სამხრეთ სანაპიროზე. იგი ჩამოყალიბდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ამჟამად ის ღიაა რამდენიმე მეცნიერისა და გეოლოგისთვის. თუმცა ტერიტორია ტურისტებისთვის აკრძალულია, რადგან ითვლება, რომ ადამიანის ჩარევა შეაფერხებს კუნძულზე მიმდინარე ეკოლოგიურ პროცესებს. იაპონია პოპულარულია თავისი სალოცავი კულტურით, რომელიც დაახლოებით 80,000 სალოცავს მოიცავს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ისეს დიდი სალოცავი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტაძარი იაპონიაში. მერვე საუკუნით დათარიღებული შინტოსტური ტრადიციების შესანარჩუნებლად ამ ტაძარს ყოველ 20 წელიწადში ერთხელ აახლებენ. იაპონური წარმომადგენლობის წმინდა დარბაზებში შესვლა ყველას აკრძალული აქვს სამეფო ოჯახის წარმომადგენლების გარდა. ნიუ-იორკში მდებარე ჩრდილოეთ ზღვის კუნძული არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიტოვებული ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავდაპირველად იქ საკარანტინო საავადმყოფო იყო, მოათავსეს პირველი ამერიკელი, რომელსაც ხელება დაუდგინდა. მოგვიანებით ადგილი ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრად იქცა. ახლა კუნძულს აქვს ფრინველთა თავშესაფარი და სამუდამოდ დაკეტილია ხალხისთვის. დულსი არის უცნაური ქალაქი, რომელიც მდებარეობს კოლორადოს საზღვართან ნიუ-მექსიკოში. 2600 მოსახლეობით დასახლებულ ქალაქში მოქმედებს მიწისქვეშა ლაბორატორია, სადაც წარმოუდგენელი ექსპერიმენტები ტარდება. ამბობენ, რომ დულსე-პასში განთავსებულია წარმოუდგენლად მოწინავე ტექნოლოგიები და ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდები. ამ ბაზას აქვს ძალიან მკაცრი დაცვა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აკრძალულ ადგილად მსოფლიოში. დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე შეუსწავლელი ადგილი, ჰერდის კუნძული, მდებარეობს ანტარქტიდისა და მადაგასკარის შორის. პოლიტიკურად ეს კუნძული ავსტრალიის ნაწილია. ჰერდის კუნძულზე 2 აქტიური ვულკანია და ის სრულიად უნაყოფოა. მთელი კუნძული შედგება ნამსხვრევებისა და კირქვისგან. მყიფე ბუნებრივი გარემოს შესანარჩუნებლად ავსტრალიის მთავრობამ იქ შესვლა შეზღუდა. არის თესლის საცავი, რომელიც მდებარეობს არქტიკულ სვალბარდის არქიპელაგის შუაგულში. ეს არის უსაფრთხო სარდაფი, რომელიც ინახავს მცენარეების მრავალფეროვან თესლებს. ეს არის დაცვის მცდელობა აპოკალიფსის ან გლობალური კრიზისის შემთხვევაში. სარდაფი ღიაა სპეციალური სტუმრებისთვის, მხოლოდ კონკრეტულ დღეებში. ეს არის კუნძული ბრაზილიაში, რომელიც სავსეა ათასობით მომაკვდინებელი ჯიშის გველით. ეს იმდენად საშიშია, რომ მთავრობამ კუნძულის მონახულება უკანონო გახადა. სამხრეთ ნევადაში მდებარე არია 51 ყოველთვის შეთქმულების თეორიებშია გახვეული. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო ბაზა და აქვს იარაღისა და თვითმფრინავების საცდელი ადგილის რეპუტაცია, მაგრამ არსებობს სხვა ვარაუდებიც. შეთქმულების თეორეტიკოსები თვლიან, რომ ოფიციალური პირები ბაზაზე უცხოპლანეტელებს და მათ შესახებ მტკიცებულებებს მალავენ. იქ შესვლა სასტიკად კონტროლდება და თითქმის ყველასთვის აკრძალულია. ჩინეთის პირველი იმპერატორის ცინ ში ჰუანგის მავზოლეუმი პირამიდის ქვეშ, სიღრმეში 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მდებარეობს. ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა, მაგრამ საიდუმლო რჩება ისტორიკოსებისა და არქეოლოგებისთვის. საფლავის შიგთავსი დალუქული და შეუსწავლელია. ამბობენ, რომ კომპლექსი შედგება სხვადასხვა ნივთებისგან, რაც უსაფრთხო არ არის. ჩინეთის მთავრობამ ცინ ში ჰუანგის მავზოლეუმში გათხრები აკრძალა.
და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აკრძალულ ადგილად აქცია. ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივი ღირსშესანიშნაობა რავკიკა ბრანა არის. ყველაზე დიდი ქვიშაქვის თაღი ევროპაში. 1982 წლამდე ეს ღირსშესანიშნაობა იზიდავდა ტურისტებს შორიდან და ახლოდან. თუმცა ახლა ადამიანებს ეკრძალებათ თაღის მონახულება. გეოლოგები ფიქრობენ, რომ ეს ბუნებრივი ქვიშაქვის თაღი რავკიკა ბრანა მალე ჩამოინგრევა. კუნძული ნიჰაუ, სადაც 160 მოსახლეა, აკრძალულია ფართო საზოგადოებისთვის. ამ რეგიონის მონახულების ერთადერთი გზა არის იყო ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ნაწილი, ან ყავდეს ნათესავი კუნძულზე. ნიჰაუს კუნძულზე გარემოსა და ველური ბუნების შესანარჩუნებლად მთავრობამ უცხო ადამიანების შესვლა შეზღუდა. პრიპიატი ადგილი, რომლის გვერდზეც მოხდა ყველა დროის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კატასტროფა. პრიპიატი სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან და ყველაზე მეტად დაზარალდა რადიაციით. ჩერნობილთან ახლოს მდებარეობს ასევე მიტოვებული კონტინენტთაშორისო რაკეტების გაშვების აღმოჩენის რადიოსარელო სადგური, ეგრეთ წოდებული რუსული კოდალა. სადგური მთელი დედამიწის მასშტაბით რადიოეთერებში გადასცემდა ხმას, რომელიც კაკუნს ჰგავდა. აქედან მიმდინარეობს მის სახელწოდებაც. დრონის საშუალებით გამოიჭრეს არაკეთილსინდისიერი ფერმერი. დააკვირდით ტბაში წყლის ფერს. ეს არის დაკვლური საქონლის სისხლი. გარდა ამისა, ფერმერები წყალში ნაკელსა და სხვა ნარჩენებსაც ყრიდნენ, რამაც ინფექციის უპრეცედენტო წყარო წარმოშვა. შედეგად, ადგილი ჰქონდა საკანალიზაციო გაჟონვას, რის გამოც მეზობელ ფერმებში მოსავალი განადგურდა. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გაუზიაროთ მეგობრებს და დაწერთ კომენტარებში თუ როგორ მოგიწონათ ეს ვიდეო.